გულავთ. როგორ ბრძანდებით? მოვარდუღოთ ყავა. მოდი შეიძლება რა ვინგდია. პატარა კოვზი მინდა, აი ესეთი. დილის ყავა მოვიდუღოთ ჩემმა გოგომ მარათონში ყავა გაიკეთე და როდად ფოტო ისე მომიტა რა მეც მინდოდა მაგრამ რამდენი ხანია მინდოდა მაგრამ ისა ადგომა მეზარებოდა ხოდა ავდექი 7 გრამი ასე ექვსი გრამი და ესეც კოფე ცოტა შემოთრო იყოთ, ხო? აი ეს. აბა. გილოცავთ შემოდგომას. კეთილი იყოს შენი მობრძანება ძვირფასო. შემოდგომა. ჩემი შემოდგომა მოვიდა. დღეს არის ბაჩოს დაბადების დღე. და ჩემი ბლანკის წასვლის დღე. სექტემბრის მოსვლა ყოველთვის იყო ხომ ჩემთვის აუწერელი სიხარული, იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღე და ჩემი დაბადების დღე უზომოდ მიყვარს და 11 აგვისტოდან ვიწყებდი ხოლმე ათვლას, ანუ როდის მოვიდა და სექტემბერი და ძალიან მიყვარდა. და აი ბლანკის გარდაცვალებიდან ყოველ წელს როცა მოდის ისა ქვია სექტემბერი მოაქვს ჩემთვის ტკივილი და ვერ მოვახერხე რომ არ იყოს ტკივილთან დაკავშირებული იმიტომ რომ ბლანკი იყო ახალგაზრდა და კი მართალია ბევრი 100 წლის განმავლობაში ვერ იცხოვრებს იმდენს და ისე გაჯერებულად და ანუ იცხოვრებს, აი იცხოვრა, რასაც ქვია ის დრო რაც ქონდა, მაგრამ იმედენად დიდი აი ხომაწვა ის იმდენად დიდი უსამართლობა ტკივილია ჩემთვის ის რომ 35 წლის ასაკში წავიდა რომ მიუხედავად მაგისა ისე მწარდები ისე უბრაზდები მინდა რომ ვიყვირო ვიტირო ვიჩხუბო გაუბრაზდე და შესაბამისად ანუ ყოველთვის როცა სექტემბერი მოდის მას მერე რაც ის წავიდა ყოველთვის მაქვს აი ეს ტკივილის გრძნობა და ყოველთვის რაცად მიხუნებს ამ ჩემი სექტემბრის სიხარულს. ხო და ზუსტად ვიცი რომ
მე რომ ეს მოდის მისი რამე ისეც მეტყოდა რამე ისეც რაც ახლა ძალიან გამოცინებდა არ მინდა რომ ეს იყოს დაკავშირებული ტკივილთან მინდა რომ ის მარტო სიხარულთან და ბედნიერებასთან იყოს დაკავშირებული და არ მინდა რომ სექტემბრის მოსვლა არ მიხაროდეს ხო და ისაც ხო ძალიან დამძიმებული ვიყავი ცუდ ხასიათზე ეს ბოლო პერიოდი და გუშინ მომწია ბაჩო მინდაო რომ ხვალინდელი დღეო ანუ თუ შეძლებო სადმეო გავიდეთ ერთადო და მახსოვდა ბაჩოს ორში აქ დაბადების დღე მაგრამ თურმე არ მახსოვდა სწორად პირველში აქვს ხო და ერთი თუთი ჩავწერო ჩემი ის შაქარი სიმართლე ვგითხრათ საერთოდ არ მშია და უფრო მეცაც გეტყვით საერთოდ გულისრევის გრძნობა მაქვს მაგრამ აი ეს ვიყიდე გუშინ და ნახევარი მინდა რომ ეს შევჭამო ყავასთან ერთად ბაუნტი მოდი თხილიც ავიღოთ ორი იკამ გამითავა მთელი თხილი თან არ გვერგისი თხილი ავიძახდა და თან რეგი მთელი თხილი შემიჭამა აღარ არის მე კიდე დღეს შეისურ ესე ვჭამ ორ ცალობით არავის არ უშლი კაცო ყველა მჭამოს მაგრამ ყველა ყოველდღე ჭამოს გარკვეული ოდენობა რომ იყოს დიდხანს ანუ ერთ მუჭაზე მეტი არც არ რეკომენდირებული თხილი იმხელა კალორაჟი აქვს ვიდეთ ხევას წინავს აქ დავჭდეთ ხოდა მოკლედ მომწერა ესე ბაჩომ როგორც გითხარით და ერთის ხრივ ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ მეც საშინელ ემაზე შენთან ლაპარაკი მჭირდებაო თან ან ჩვენ გვაქვს ხოლმე ყოველთვის ესეთი საუბარი იმიტომ რომ აი ბაჩო ეხა
19 წლის ხდება და ჩემი უფროსი შვილი თორნიკე 17 წლისაა და რაღაცნაირად ძალიან ესე ჩემი შვილივით აღვიქვა ხოლმე მით უმეტეს იმ პერიოდიდან, როცა მისი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და ჩემს ვიდეოებს აქტიურად უყურებდა, სულ მიკომენტარებდა რაღაცა, ანუ აი ის მაგ ძალიან რა ხვდებით. ხო და თუ კი რამე ისეთი საკითხი აქვს ხოლმე რაღაცა ყოველთვის მწერს ხოლმე და გვაქვს ხოლმე ეს საუბარი და რაღაცა და ანუ ძალიან გამიხარდა ის, რომ მე ანუ ის ადამიანი ვარ, ანუ სხვისი შვილისთვის მე ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება რომ მიმართოს ჩემმა შვილმა რომ ვიღაცას უთხრას, რომ შენთან ერთად გამიხარდება დაბადების დღეო, ანუ ძალიან გამიხარდება ეგეთი ადამიანი თუ იარსებებს, რომ რამდენიმე საათით შევხვდეთ და ვისაუბროთ, გავიაროთ და რაღაცაო. მეორე მხრივ ეგრევე ის ფიქრი წამოვიდა, რომ ვაიმე ხა იქ არ არის ევას დატოვება. თუმცა რა თქმა უნდა იმ წუთშივე თანხმობა უთხარი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მინდოდა და ეგეთ რაღაცაზე, რა ვიცი, უარის თქმა ვერ წარმომიდგენია და თან გამიხარდა, თან ვფიქრე, რომ მეც გულს გადავაყოლებთქო და აი ეს პერიოდი რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ცუდ განწყობაზე, დაბადების დღეები ძალიან მიყვარს და გავილამაზებთ თქო ამ დღეს და სადმე წავალთ ლამაზ ადგილას, ბაჩოს უნდოდა მთაწმინდის პარკში და მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ მაგაზეც შევთანხმდით, მაგრამ მე მთელი დღე გულზე მაწვა მაგაზე ჯავრი, რომ მთაწმინდის პარკი იმხელა გზა არის ჩემიდან, წასვლა-წამოსვლაში უნდა მარტოთ, რომ მე ევა უნდა დაუტოვო ბავშვებს, ეს არ იტოვებს. ეხა ჩვენთან ეს ონკაი გაფუჭებულია, დღეს არის გასაკეთებელი და მე დაიწყებს ლანძღვას, ჩხუბს, რაღაცებს და ანუ არა მაქვს მაგისი ნერვი და ანუ ევას სტარტი ცალკე მექნება, მაგის ჯავრი რო სახში ესთიანბავე ცალკე და ანუ ვერ დავტკბები თქო და საღამო ხანს უკვე მივწერ ბაჩოს, რომ იქნება მეთქი აქეთ გამოხვიდე გიკვიძეში, რომ აი თუ რამე კაფეც არის აქ, ავგუსტი, მადარტიც არის, პარკში გავივლით, ვილაპარაკეთ, მე შეგვიძლია მაგში დავჭიდეთ და რაღაც, ანუ ძალიან მერიდებოდა, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ დაბადების დღეზე ადამიანმა თვითონ დაერჩიოს, სად უნდა წასვლა და ძალიან მერიდებოდა, მაგრამ ანუ სხვანაირად უბრალოდ არ გამოდიოდა და მოკლედ დღეს აი ესეთი დღე არის, აქედანაც ბაჩო გილოცავ დაბადების დღეს, სულ ჯანმრთელი ბედნიერი და გახარებული იყავი და ყველა სურვილი აგესრულებინოს, რაც გინდოდეს და მთავარი ჯანმრთელობაა და დანარჩენი ყველაფერი იქნება. ხო. ბონი, რასაც კაპუნებ, აუ, იქ ხო არაფერი იქნა ერთი წუთი ხალ, ხო? ხო. ხო და მოკლედ ესეთი ამბავი. ანუ შევხვდებით კიდეც და ძალიან გამიხარეთ რა. ბაჩო მითხრა, თავარიაო, რომ შევხვდეთო. ადგილს არ აქვს დიდი მნიშვნელობა და ეგ გამიხარდა, იმიტომ რომ მეგონა რომ ის შეიძლება უარი თქვა მაგის გამო ვთქვათ. მე არ მინდოდა რომ ისე მოსჩვენებოდა რომ მე მინდა უარის თქმა ან რამე მიზეზებს ვეუბნები ან რამე და ავუხსენი ყველაფერი. ხო და
ასეთ შემოტკბილებო და ანუ ჩვენ შევხვდებით ვისაუბროთ ვილაპარაკებთ და მე აქვეა პარკი და სახშიც უცებ მოვალ. სახშიც დავპატიჟებდი, მაგრამ თავის დაბადების დღეს მყუდრო შვიდად მინდა რომ ესე იყოს, იმიტომ რომ არავის არ ვიცნობ და საკმაოდ მორიდებული ადამიანია ბაჭო. ჩვენც რო შევხვდით, პირველად ცოტა ისე იყო, ჩემთანაც მორიდებულა და არ მინდა რაღაცა უხერხულობაში იყოს. თან ის არც დაგხვსოს წესიერად. ბონი დავიკაწრე. ოკეი. ამ გიხდება მომწეს თხელი იცით. ხარ მოკლედ ასე შემოკარგებო. ბოდიში, ჩემი 2 წელიწადიდან ნახევარ შენ მოგეცი. მე ვერ მოგცემ, სხვა დღეს მოგცემ. მე ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს ხალხო, ვინც ჩემში, ჩემ თავს ხედავს, ჩემ სულს. ასეთი ამაგარია ბაჭო და რაც არ უნდა იყოს, ანუ ყოლს მიყურებ და მოდი, ხა. დამეკაწრა მთელი ფეხი კაცო. ხტება და ვარდება უკან და მე ესე ჭყალით და იმეა ჩამომხადრა ფეხი. მოდი მე აგიყვან, მოდი დი, მოდი. ხოდა აღარ არის ხედავ, ფაფუ გათავდა. კაი, მოიცა, ეხლა საუბრობ და მაცად ვიდეოს ვიღებ, ნახე იქ დაიდები და ბიძიები, თვალები გასწმენდი აქ. არ აქვს ხოლმე ამას თვალები გასწმენდი, просто დილაობით. გუწმენდავ ხოლმე რა. ხოდა მოკლედ ის იმას ვამბობდი, რომ აი ხო არიან, მე მყავდა ბევრი ადამიანი, რომელიც მიყურებდა და ესე იგი არიან ადამიანები, რომლებიც როგორ ხედავენ, იცი? ანუ კარგი ადამიანები არიან, ცუდი კი არა, მაგრამ ანუ თავისი პრიზმით ხედავენ, ანუ შენზე აქვს წარმოდგენა გარკვეული, შეიძლება მაგალითად რაღაცაში გავართ ერთმანეთს მე და ეგ კონკრეტული ადამიანი და მიყურებს და მოვწონვარ. მაგრამ როგორც კი რაღაცაში ერთმანეთს არ დავემთხვევით, ეგრევე უჩნდება ჩემთამი ნეგატივი არის ეს კატეგორია და მყავდა ეგეთი ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა ჩამომშორდნენ. სწორიც არის რა თქმა უნდა ეგ და კარგიც არის. გული კი მწყდებოდა ხოლმე მაგაზე, რომ ადამიანები ჩემში იმას კი არ ხედავდნენ, მე ვინც ვიყავი. არამედ იმას ხედავდნენ ხოლმე, ვინც მან თუ უნდათ, მაგრამ ეს ეგრეა, ანუ წიგნის გმირზე, ფილმის გმირზე, ბლოგერზე, რა ვიცი, ზოგადად ადამიანებზე, შეყვარებულზე და მეგობარზეც კი ადამიანებს ახასიათებს ხოლმე, რომ ის დაინახონ, ვისი დანახვაც უნდათ შენში. და ეს ნორმალურია, ეს ჩვეულებრივი რაღაცა არის.
ხო, და მე ამას რო ვერ ხედავენ, ანუ ის სიყვარული იცვლება ხოლმე, აი მე შენგან ამას არ მოველოდით, ანუ შეიძლება არც გითხრას ადამიანმა ეგ, მაგრამ შენში იმედი გაუცურდეს და წავიდეს ეს კაი ვარიანტში და შეიძლება ისე წავიდეს ცუდ ვარიანტში, რომ შესძულდე კიდევაც. ეს ცუდ ვარიანტი, ანუ მე მაგალითად ეგეთი რაღაცა არასდროს არ მქონია ადამიანების მიმართ, მაშინაც კი რომცა მართლა გამიცრუდა იმედი, აი მაგალითად ინა სუდაკოვაში. მე ძალიან მიყვარს ინა თქვენ იცით. არ ვიტყვი რომ მიყვარდა, იმიტომ რომ მე ვინც მიყვარს ხოლმე სულ. ანუ ძალიან მიყვარს ინა და სულ ვუყურებდი, მას ვუყურებდი მე 6 წელი გამომწერი რო ყავდა იქიდან და აი სანამ უკრაინის ომი და ამბები არ დაიწყო, ანუ ქონდა ცუდი გამონათქვამები, ქონდა ბევრი რაღაცა, რაც მე არ მომწონდა, მაგრამ ყველაფერს ვპატიობდი იმის გამო, რომ ვაფასებდი მის გულწრფელობას, იმის გამო, რომ ვაფასებდი იმას, რომ ის არ თამაშობდა. ის არ თამაშობდა კარგ ადამიანს, არ თამაშობდა იმას, ვინც არ იყო და ყოველთვის ამბობდა იმას, რაც იყო და ისეთ რაღაცებსაც ამბობდა, რასაც მაგალითად სხვა ადამიანები არ იტყოდნენ, განა არ ქონდათ ეგეთი სიტუაციები და განა იმ სიტუაციებში თვითონ უკეთესი იყვნენ. უბრალოდ დამალავდნენ და მე პატივს ვცემდი ამ ადამიანს ამის გამო, იმიტომ რომ ეგ შტრიხი მე ზუსტად ეგეთი მაქვს. ანუ ნახე, მსგავსება რაც გვაქვს, ხო, ამის გამო მიყვარდა მისი სიმამაცის გამო და მიყვარდა იმიტომ რომ მე ვიცი რას ნიშნავს ჰეითი და როცა მისი კომენტარების ქვეშ საერთოდ დადებითი არასდროს არაფერი ფაქტიურად არ იწერება და ცარიელი ჰეითია, ეს ადამიანი ამას უძლებს მარტო ფსიქოლოგის გარეშე, მეგობრის გარეშე, მარტო თვითონ უძლებს ამ ყველაფერს და ეს არ აკარგვინებს იმას, ვინ არის. ანუ ის არის ძალიან ძლიერი ადამიანი. ნუ ცხადია ახლა საკვებით იმაშობა ამ ყველაფერს და მოიმატა კიდეც ამ ბლოგერობის პერიოდში, იმიტომ რომ კვებით უმკლავდება, მაგრამ ეს კი ცალკე საკითხია, ხო? ანუ ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი და მე მისი ყურება შევწყვიტე. მაშინ როცა უკრაინაზე თქვა, ან ომი რო დაიწყო და რაღაცა, ძალიან რადიკალური და ძალიან ცუდი პოზიცია დაიჭირა. ანუ კი არ ვიფიქრე რომ იმედი გამიცრუდა, კი არ ვიფიქრე რომ იმის შენ ვინ ყოფილ ხარ, რაღაცნაირად ჩავეხსენი უცებ რა. ანუ არასოდეს არ ვუსურვებ ცუდს, არასდროს მასზე არსად ცუდს არ ვიტყვი. ყოველთვის მის დამიგულში რაც მქონდა დადებითი ის მექნება და გამიხარდება მისი ნახვა და დრო და დრო შევდივარ ხოლმე რომ ვნახო როგორ არის, მაგრამ მე მისი მაყურებელი ვეღარ ვარ. აღარ ვარ კი არა, ვეღარ ვარ. ეს ნორმალურია. ანუ აქ ჩემთვის იმხელა ფასეულობასთან გადაიკვეთა, რომ მე ჩამოვეხსენი, მაგრამ არანაირი ნეგატივი და არანაირი ის მისდამი არ მაქვს და იმედგაცრუებაც არ მაქვს სხვათა შორის, მაგას არ მოველოდი, მაგრამ არც გამკვირვებია. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ადამიანს არასოდეს არ დაუმალავს თავის პოზიციები და არ დაუმალავს ის როგორია, ხო? ხო და შეიძლება ვიღაც შემეკამათოს ახლა ამაში, მაგრამ ნუ მაგას შეკამათებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გრძნობა იმ კონკრეტული ადამიანის მიმართ და მე ვიტყვი რომ მე მაგალითად არ მჭირდება ის რომ ადამიანი რომ მიყვარდეს, ამისთვის არ არის საჭირო რომ ეს ადამიანი კაი ადამიანი იყოს. ან არ ვიცი, შეიძლება ძალიან უცნაური ჟღერს, მაგრამ ეხლა მოგიყვართ მაგალითს და მიხვდებით. აი მაგალითად პაპა ჩემი ძალიან კაი ადამიანი იყო, ძალიან ერთგული იყო, ძალიან პატიოსანი იყო, ძალიან სამაგალითო იყო, ყველას უყვარდა. მაგრამ მე მაგალითად არ ვისურვებდი მას ერთ ქმარს და ანუ მამათაც ძალიან რთული მამა იყო. არც მამას მიუხედავად იმისა, რომ მე მამა ფაქტიურად არ მყოლია და მე მამობას სწორედ მან გამიწია ოღონდ ის ჩემთან არ იყო ისეთი მამა როგორც თავის შვილებთან. ის ჩემთან იყო პაპა, მამა, ანუ ბებიები და ბაბუების შვილებთან ხო უფრო ტკბილები არიან და ეს კი ჩემთან იყო, ანუ რაც მას ჰქონდა ტირანიული, რაც მას ჰქონდა ტოქსიური, ჩემთან არაფერს არ ავლენდა. ну, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე მეხებოდა იმითი, რომ ეს ყველაფერი ეხებოდა ბებია ჩემს და ლიას, მაგრამ მე არ მეხებოდა, იმიტომ რომ მე არ მიქცეოდა მასზე, ანუ ამის კონტროლი შეეძლო.
და მე ვიყავი მისი, რა ვიცი, უდიდესი სიყვარული და ალბათ ამიტომ მე არ გამიჩნდა კაცების სისხლი, მე ძალიან მიყვარს კაცები, ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემთვის კაცი არის ძალა, არის საყრდენი, არის იმედი, ანუ და ის კაცურობის მაგალითი, იმიტომ რომ იყო ძალიან ესეთი კაცური ტიპი რა. ანუ და ეს მოდელი არის ჩემში, მაგრამ ნახე რა შეეხა საქმე. დამავდო ძალიან კარგად ვიცი ცნობა აბიუზერების და ტირანების და ამიტომ ყოველთვის დალნი მიჭირავს მასთებთან და სხვა შორის ისინიც არ მეკარებიან, იმიტომ რომ ისინიც ხედავენ მსხვერპლი ვინ არის და ვინ არა, ანუ ვინ ხედავს და ვინ ვერ ხედავს და ვის აქ ტრიგერები და ვინ იზიდავს, მაგას გრძნობენ, ეგ ძალკე საკითხია. ხო და იმას ვამბობდი, რომ ანუ ნახე, შეიძლება მთელი ქვეყნისთვის ეს ადამიანი იყოს საშინელი ადამიანი, მაგრამ ისე ძალიან უყვარდეს თავისი ცოლი და ისე ძალიან უყვარდეს თავისი შვილი, აი მაგალითად არ მშორდება. ეგ მე რო უყურე ნარკოს სერიალს, პაბლო ესკობარის სახე ხატი არ მშორდება, რომ როცა მისი მოკლა უნდა და მის სახლში ბომბი იყო, ის გადაეფარა თავის ცოლს და შვილებს. ანუ შეიძლება ადამიანი იყოს ესეთი პირსისხლიანი, მაგრამ იყოს კლდე და ქვა და რკინა იმათთვის, ვინც უყვარს და ეს დიდი სიყვარული შეეძლოს. თუ ადამიანს ეგ შეუძლია, ჩემთვის ეგ საკმარისია. ანუ იმას რომ მთელი ქვეყნისთვის კარგი იყოს და სახლში იყოს ტირანი, მე მირჩევნია სახლში იყოს მსრუნველი, მოსიყვარულე, ქმარი და მამა. როგორც კაცი, ასევე ვიტყვი მეგობარს, ასევე ვიტყვი ნებისმიერ ადამიანს, ანუ მე არ მჭირდება ბჭყალებში კარგი ადამიანი, ისეთი ქცევით, რომ ვიღაცამ თქვას უირა კარგია, მე მჭირდება აი ნამდვილი და შეეძლოს, ანუ ვიკვეთებოდეთ ერთ ფუძეზე ვიდგეთ და დიდი სიყვარული შეეძლოს, ანუ მოკლედ მე შემიძლია მიყვარდეს უარყოფითი პერსონაჟებიც. ამის თქმა მინდა და რა ვიცი, რამხელა ის მოვყევი და ძალიან ვაფასებ, როცა ადამიანი თუ ხვდება, რომ თვითონ უარყოფითი პერსონაჟია, არ ცდილობს, რომ რაღაცა ბაჭიის ფორმა მოირგოს, სხვების დასანახად ან კრავის. ანუ ძალიან ვაფასებ ხოლმე ამას. ხო და ახლა საიდან დავიწყე და სად წავედი? ხო და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც ჩემით დაიწყო და მე თვითონ რომ გააგრძელეს, შემიძულეს, ანუ ეს ეხება როგორც მაყურებლებს, ასევე იმათაც, ვინც გაცდა მაყურებლობას და ვთქვა თვითონ დაიწყო რაღაცა კონტენტის შექმნა. ყველა, აბსოლუტურად ყველა იყო ჩემი მაყურებელი და ყველამ ანუ აიღო რაც ჭირდებოდა და შემიძულა და მოინდომა, რომ ერთი ქვა ჩემთვის ზემოდან დაედო. ხო, ასე თუ ისე პირდაპირ თუ ირიბად, ლამაზი სიტყვით თუ მწარე სიტყვით და მე იმას უფრო ვაფასებ, ვინც პირდაპირ მწარე სიტყვის, აი ეგ უფრო კაი ადამიანია ჩემი აზრით, ვიდრე გულში რო აქ ცუდი და შეფარულად და ზურგს უკარო გჭორავს და ზურგს უკარო სამარეს გითხრის და შეფარულად რო ეს ეზახოდებს შვება, აი ეგ ადამიანები ყველაზე ცუდი ადამიანები არიან სინამდვილეში. ანუ ცხოვრებაში ციცოდეთ, რომ ვინც პირდაპირ მოვა და მოგახლის და თუნდაც შეურაცხყოფას მოგაყენდა, ეგენი არასდროს არ არის ისეთი ცუდი ადამიანები და არასდროს არ გაგიკეთებენ ისე დიდ სიბოროტეს, როგორი სიბოროტეს გაკეთებათ შეუძლია იმათ, ვინც ესე კლაკნილად შორიდან მოქმედებს და პირში ყოველთვის გაგიღიმებს და კარგს გეტყვის, მაგრამ არასდროს რო არ უშვებს შანსს, რომ ერთი ქვა ზემოდან დაგადოს, ან რაღაცა ტალახი მოგასხას, ან რაღაცა, ხო? ან ზურგს უკან რეები ხდება, ხო? და ესე იგი, აი მასეთი ხალხი ხო არის ბევრი და ასევე ისეთი ხალხი ხო არის, ვინც ჩემთან იყო და ჩემთან აღარ არის, იმიტომ რომ მე მას არ დავემთხვიე. და ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც დაინახეს ჩემი კარგი, ჩემი ცუდი, ჩვენ შორისაც იყო კარგიც და ცუდიც და ამ ადამიანებს ისევ ვუყვარვარ, ისევ ვეიმედები და ისევ უნდა ჩემთან როგორც ადრე უნდოდათ. და მე ამ ადამიანებს ვაფასებ უზომოდ, იმიტომ რომ მეც ასეთი ადამიანი ვარ სინამდვილეში.
აი ზუსტად ეგეთი ვარ, რომ შემიძლია დავინახო კარგიც, ცუდიც, შემიძლია რაღაცა ძალიანაც გავბრაზდე, ძალიანაც მეწყინოს, მაგრამ თუ მიყვარდა, სულ მიყვარდეს. და აი ამას რო სხვებისგან ხედავ, არიან ერთეული ეგეთი ადამიანები. ჩემც ეგენიან უძვირფასესი ადამიანები. მაგალითად, ბაჩოც ეგეთია. მაგას მოვაყოლე მთელი ეს ამბავი. ბაჩოც ეგეთია. და მე ძალიან ვაფასებ ამას. აი, უზომოდ ვაფასებ ამას. სიტყვა ვერ გადმოცემს, როგორ ვაფასებ მაგას. მე. ტუნტიმ გაიღვიძა, ჩემს მარათონში გვაქვს ძალიან მიხარია. როცა გვაქვს შედეგები ხოლმე ძალიან მიხარია. შედეგები ყოველ დღე გვაქვს. მე ვიძახი ფსიქოლოგიურად, აი, როცა ჩვენი აი ის ჭარბწონას რაც იწევდა, ის ჭარბწონიანი ადამიანის ფსიქოლოგია რო იწევს შეცვლას გამხდარი ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ჩემს ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ არ არის მაგ მომენტში. აი მაგის თქმა მინდოდა. ხოდა შემოკარგება მოკლედ, აი ესეთი დღე არის დღეს. 1 სექტემბერია, ჩემი სექტემბერი მოვიდა, გილოცავთ შემოდგომის მობრძანებას. ჩემი თვე მოვიდა, აურავებდნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენთ. მალე 36 წლის გავხდები. 10 დღეში უკვე. 30, არა, უკვე ვარ ფაქტიურად, მაგრამ 36 წლის გავხდები ოფიციალურად 10 დღეში. აურავებდნიერი ვარ, როგორ მიხარია. ხო და ამ ცხოვრება არის ეს საინტერესო. რომ ადამიანები რომელზეც ვფიქრობდი, რომ აი მთელი ცხოვრება ჩემთან იქნებოდნენ, ეგ ადამიანები არ არიან ჩემთან და მაშინაც რაღაც გასაჭირია ჩემ ცხოვრებაში, მაშინაც არ არიან ჩემთან. და ანუ ხვდები ეგეთ რაღაცას, რომ რა თქმა უნდა პირველი ადამიანი და ბოლოც ვინც შენთან სული იქნება შენ ხარ. და მეორე ხვდები იმას, რომ ყველაზე მთავარი არის შინაარსი და არა ფორმა. ეგ არის ყველაზე მთავარი. ანუ მთავარი არის, რომ აი ბაჩომ რაც მითხრა, რომ მთავარია რომ შევხვდეთო და არ აქვს მნიშვნელობა სხვა დანარჩენს. ანუ როცა ადამიანი შენ სულს დაინახავს და არ აქვს მნიშვნელობა სხვა დანარჩენს. აი ეს არის ყველაზე ფასეული. ყველანაირ ურთიერთობაში იქნება ეს მეგობრული თუ როგორიც იქნება, ეს არის ყველაზე მთავარი. დანარჩენი ყველაფერი, რავი, დროის კარგვა, მეტი არაფერი. და ნუ რა თქმა უნდა გამოცდილება, ჩვენ ვსწავლობთ და ეს მშვენიერია. მოკლედ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დონაციისთვის ლინკი იქნება აღწერაში. 2 დღეა საერთოდ არანაირი დონაცია არ მიმიღია. აბა ვნახოთ, იქნება ეხლა არის რამე ტყუილს ვამბობ. ესე იგი, აი ვნახოთ, რომ გადავრიცხე ისა გენეტიკური ტესტი. პარასკევს გადავრიცხე საქართველოდან და მას მერე არ არის არაფერი, ნუ ჩემი ისინია მარტო რა ვიყიდე მაგის ისინი. და TBC-ზე. ესე იგი 4 შაბათს ნინომ ჩამირიცხა 20 ლარი, ეს ნათქვამი მაქვს. 5 შაბათს მაიამ ჩამირიცხა 50 ლარი, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასა და გუშინ ნინომ ეს სხვა ნინოა კიდე ჩამირიცხა 5 ლარი TBC-ზე. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებო ყველას. ვაგროვებთ გენეტიკური ტესტისთვის, ვისაც სურვილი გაქვთ, ძალიან გამახარებთ. აღწერაში და იქნება პირადი ნომერი და აქაც იქნება პირადი ნომერი. ხო. ასევე ვისაც მარათონში გინდათ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, ვისწავლით როგორ გავხდეთ გამხდარი ადამიანი. მაგაზე ცალკე ვიდეო უნდა ჩავწერე და დავდო აქ YouTube-ზე, რომ იდოს, რომ იცოდეთ რას გთავაზობთ და სხვა ადამიანებმაც იცოდნენ, ვინც არიციან. ხო, მოკლედ ძალიან მიყვარხართ, ძალიან მიხარიხართ, რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კარგ დღეს
დღეს არც კაი დღეა, იმიტომ რომ შემოდგომა დაიწყო, ვაჩოს დაბადების დღეა და ბლანკის წასვლაც არ მინდა რომ ახსოვდეს ტკივილით, მინდა მახსოვდეს რომ ის იყო, ანუ ეგ სიხარული მინდა მახსოვდეს. და როგორღაც მინდა რომ ეს ტკივილი მოვიშო, როგორ არ ვიცი როგორ. არ ვიცი. ასე. დაიწყეთ ვიდეო გამოიწერეთ, ხო? არხი გამოიწერეთ. არ ვიცი ამდენ მოვასწრებთ, მაგრამ მინდა 30000-ით შევხვდეთ დაბადების დღეს. 36 წელს 30000-ით. ხო არის? ნუ, თლა და რა, მაგრამ ახლოს.